ლევილის მამულის გადაცემასთან დაკავშირებით პარიზში საქართველოს საელჩოში კომისიის ხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, კულტურის მინისტრის მოადგილე და პირველი მთავრობის თავმჯდომარის შთამომავლები არიან. შეხვედრაზე ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცედურებზე გაამახვილეს ყურადღება. ქართული დელეგაცია ხვალ ადგილზე მოინახულებს მიწებს და პირადად შეხვდება ქართველ ემიგრანტებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განიხილება მრავალი ისეთი საკითხი, რომელიც არის მტკივნეული, როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისთვის. არ არის მარტო მტკივნეული, ეს არის მნიშვნელოვანი მეთვლი, იმიტომ რომ იმ ისტორიული რეალობებზე გათვალისწინება ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რასაც აღინებს თავშად ჩვენი მეორე მხარე. თაღარის გახლავთ, რომ როგორც ჩანს კულტურის სამინისტროს და კულტურის ჩართვა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა და არასდროს ეს ამ შეხვედრებზე წლების განმავლობაში არასდროს არ ყოფილა ჩართული და აქტიურად საერთოდ არ ყოფილა ჩართული კულტურის სამინისტრო. და ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე და დაემთხვა ჩვენი აზრები, რომ ლევილი უნდა გახდეს პატარა საქართველო. სასიხარულო კიდევ ის არის, რომ თავად ფრანგული მხარე უკვე ამბობს, რომ ძალიან მონდომებულები არიან, რომ ეს საქმე, რომელიც წლების განმავლობაში მიდის, ხანდახან შტაბეჭდილება რჩება, რომ იწელება, ხანდახან ხელოვნურად იწელება. ამჟამად ორივე მხარის ნება, რომ ძალიან დაჩქარდეს და ძალიან მალე უკვე რეალურად საქართველოს დაუბრუნდეს კუთვნილებაში. ფრანგებს ძალიან უყვართ ქართული კულტურა, ძალიან უყვართ ცეკვები, რომ გადასარევია ქართული ცეკვები, სიმღერა, მერე ხატვები და სწორედ ძალიან კარგი იქნება კავშირი საქართველოსთან და საფრანგეთთან ერთად, რომ იყოს ცენტრი ქართული და ფრანგული კულტურები.